Sarabi batono jura. Baton uara isi, çay moudugevare. Xaraga uleli gatsia, ჩვენია ნია. რა ვახარ ზურია? კი ვარ კარგად. თქვენ როგორ ხართ? რა შვები დაიწყეთ ახლა და არ შემარცხვინოთ ამ სტუმარკასთან. ბატონო ლევან, აბაბა არაფერი არ გინათე, სახლიდან მოდივართ. პიტავის საქმეზე გადავართ. მოფიქსებული ინფორმაციები გვაქვს თქვენზე და გავაჩნოთ ხარცაც. დაიწყევნი შენ. დაწყებულია არა. ისე პირველად ნახე შეფსარეული. იანაირი ყოფილა გაწო. შეფლევანის ბავშვობაში შეფობა უნდა და ყველაფერი ცადა და მზარეული გამევიდა ბოლოს. შეფლევანი ისეთი პროფესიონალი მზარეულია, მისი მომზადებული შხამიანი შოკოც კი უნებელია. მართლა? აი მეტყობა. ერთი სიტყვით შეფლევანი ისეთ საჭმელებს აკეთებს თითებს შეიკნი. აჰა, თუ არ ჯერათ. ათივე თითი გაგვიჯო. არ გამისინჯია და აბა რა იქნება. სულელი არის ეს. თურმე ლევან კობიაშვილი ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი აქვს გატანილი შარკეს მაისურით. ეგ სხვა არის. სხვა არის ესი. ლევან კობიაშვილმა წვერი სპეციალურად მოუშვა, რომ ვერავინ ვერ იცნობს. ვინ არის სინამდვილეში? ვერავინ ვერ ცნობს. ისე ვიღაცები რო ამბობენ, მასტერშები ჩაწყობილიაო, მართლა მასია? ვინ ამბობს? დაინახე, ახლა გეიკბიდა ხმას თუ ყველა. შეფლევანი ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი. და უფრო ბევრში არა. მექსიკაში მოგზაურობის დროს ქათამა თავი ჩამოიქცო, რომ შეფლევანს მისგან კერძი მოემზადებია. ერთხელ ბატონ ლევანს ხელი გაეჭრა. სისხლი დაინახა და თქვა: უი, მედიუმ რიარი ყოფილვარო. ლევანის რესტორანში ძალიან სიაფეა. იმ დღეს შევედი და 200 ლარი დავხარჯე. რა ჭამე? მეც ახლა 200 ლარად ჭამაც გინდა რესტორანში. ისე მაგას პივა აქვს? ლუდი უნდა ეთქვა. არა, ლუდი არ მიყვარს. თურმე ლევას იმდენი ფული აქვს, სახში საჭმელებს შეფ კონსტანტინე უმზადებს. ბატონო ლევანი, სიკვდილის მე სოცხლის გჯერა. რა თქმა უნდა. ო, მაშინ გაგასინჯებ ჩვენს გაკეთებულ საჭმელს. იბალო. წავედით ახლა ჩვენ. თუ რამე გეწყინა ჯურას უთხარით. ჯურა ჩვენ გვეტყვის. ჩვენ კიდე გულთან არ მივიდან. ბრავო, ბრავო. ოცა გიდება, ოცა.